საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი თემით. მოდი გავარკვიოთ ახლა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მოგილოცავთ თუ არა ახალ წელს. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და დავიწყოთ ახლა თქვენი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. Რაღაც შემოთავაზებას ელოდებით მეგობრებო. ელოდებით შემოთავაზებებს, ელოდებით საჩუქრებს, თემად საახალწლო განწყობა ჩვენთვის და იქცევით ზოგადად ზოგჯერ ბავშვივით. კი, გინდათ ზრდა, გინდათ პროგრესზე წასვლა, გინდათ რეორგანიზაცია გაუკეთოთ რაღაც თქვენს ცხოვრებას და ამ შედეგებს ელოდებით. ეს არის კოშკი. აქამდე თუ კი რაიმე არაფერი არ მიდიოდა მეგობრებო, ეხლა გაქვთ უკეთესობის იმედი და ამ ყველაფერს ელოდებით, თუმცა კოშკი გაქვთ. კი, კოშკი გაქვთ, მაგრამ ეს დასასრული არ არის. გაგრძელება არის და გადაწყვეტილების წინაშე გახართ. რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, გააგრძელოთ სიახლებით ცხოვრება თუ ისევ დარჩეთ წარსულში. თუმცა კი, გინდათ სიახლების წამოწყება, გინდათ რაღაც ახალი დაიწყოთ, გინდათ არა და თქვენ ხართ ძალიან მესაკუთრე ადამიანი და არავის არაფერს არ დაუთმობთ. კი, გინდათ რაღაც კეთილგონიერება გამოიჩინოთ და სტაბილურობისთვის იბრძვით მეგობრებო. აი მუხჩახრილი იბრძვით, შრომობთ, კი. თქვენ ცხოვრებაში კიდევ არის მამაკაცი, აბატონო, რომელიც წასულია და ესეც ჩვენი თემის ერთ-ერთი წარმომადგენელი სიუჟეტი, რომელიც მეგობრებო, აი თითქოს და თქვენ ცხოვრებაში ამოვიდა, კი, ელოდებით მამაკაცს, რომელიც ცხენზე ამხედრებულია და რომელზეც ძალა გაქვთ. მოკლედ, რა ვიცი, ქურუმი ადამიანების პოზიციაზე ამომიხვედით, თუმცა ესეთ ადამიანებს ღამე არ გძინავთ. რა ვქნა, ამ ადამიანზე ფიქრით არ გძინავთ მეგობრებო, აი ესეთ ენერგიებში ხართ. აი, ისიც იმპერატორი, რომელსაც ელოდებით ამის პასუხისმგებლობის აღებას მეგობრებო ენა მებმება და სავარაუდოდ ესე დაბნეული სიტუაცია გაქვთ ახლა თქვენს. თუ კი თქვენს დახასიათებას ემთხვევა ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება. თუ არა და ასკროლეთ. კარგით. მოგილოცავთ თუ არა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი ახალ წელს. მეგობრებო, მოდის. გზაშია. მეგობრებო, რა მაგარია. როგორ არა მეგობრებო, სერენადებსაც გიმღერებთ. თქვენთან უნდა ბედის დატრიალება, თქვენთან უნდა სიახლეები და უფალს ევედრება რომ გაუმართლოს. იმიტომ რომ თქვენი მესაკუთრეა. თქვენ ხართ მისი მესაკუთრე. ეხლა არის ჩახანჯლული, ჩახმალული მთელ კრიზისებში, მთელ პრობლემებში, ფინანსურ პრობლემებში და ადამიანი ჩამოკიდებულია. თუმცა გამარჯვებით მოდის. მოდის მეგობრებო, მოდის სულელის არკანით მოდის. მოდის ადამიანზე, აი მეგობრებო. მასხარა სულელის არკანის ადამიანი მოდის იმპერატორ ქალთან, იმპერატორ ადამიანებთან, იმპერატორებთან. აი რა ვქნა, თქვენი თავის ფასი თქვენ თუ არიცით, ამ ადამიანმა იცის, მაგრამ ამას არ აღიარებს და რა გააკეთოს პაჟი, ბევრ თქვენთაგანთან იქნება ასაკში სხვაობაც. კი ბატონო, ასაკში სხვაობაც. კიდევ რა, მოგილოცავთ თუ არა ახალ წელს. მოულოდნელად გამოჩნდება თქვენს რადარზე და ამას ფიქრობს თუ რა გეგმებით მოვიდეს თქვენამდე, მეგობრებო. მოულოდნელად მოვა თქვენამდე და სიყვარულს აგიხსნით. გეტყვის იმას გეტყვით, რომ რომ წავიდა თქვენგან რა რთულ სიტუაციებში ჩავარდა. რა რთულ სიტუაციებში აღმოჩნდა თქვენგან როგორც კი წავიდა, კიდევ. სტაბილურ ადამიანთან მოვა. მოგილოცავთ თუ არა ახალ წელს. იმდენად მოჯაჭვულია თქვენთან, მეგობრებო, თქვენთან რომ გამოჩნდეს თქვენ უკვე აღარ ღებულობთ, ბევრი თქვენთაგანი არ ღებულობთ. სამართლიანად არ ღებულობთ, სამართლიანად მოკვეთავთ. იმიტომ რომ გაუგებრად მოდის, მანც არ იცის რა უნდა. უნდა, მაგრამ რა უნდა არ იცის. ძალიან ბევრ მოგონებებშია და ძალიან ცუდათაა. შეიძლება ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი იმყოფებოდეს ავად, ან ჩაკეტილ მდგომარეობაში, ბევრი რადგან მიყურებთ, შეიძლება იყოს ბევრთან პატიმრობაც. ბევრი ოცნებები და გეგმები აქვს ამ ადამიანს, მაგრამ თავზე აქვს ჩამონგრეული ყველაფერი, მკვდარზე ვენოკიო რო იტყვიან, თუმცა ძალიან ბევრი ოცნებები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ბევრ თქვენთაგანთან სამკუთხედები,
მთვარეშია და ყვავებშია. ნუ რა გააკეთოს? უნდა ურთიერთობაზე მუშაობა და კარტი ამომივიდა და უნდა აქვს ემოციები, აქვს მეგობრებო, სიყვარული აქვს კი. რამდენად გჯერავთ ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა სიყვარული აქვს კი. კიდევ თუ მოგილოცავთ ახალ წელს. აი თუ მოგილოცავთ ახალ წელს. მოკლედ ქურუმიე ადამიანების პოზიციაში მყევხართ, თქვენ მას ელოდებით და თქვენ მასზე ძალიან დიდი ძალა გაქვთ. იცით რიცით გაქვთ ძალა? აი უფლის რწმენით. აი თქვენ იცით რომ უფალი ყოველთვის მოწყალია და უფლის რწმენა გაქვთ და თქვენ ხართ ამით ძლიერი. თქვენ გაქვთ ამით ძალა, ჩემო ძვირფასებო. მოგილოცავთ თუ არა ახალ წელს? მოგილოცავთ თუ არა ახალ წელს? ძალიან ჯიუტია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. თუმცა ეხლა აი კიდევ კარტი ამომივარდა მეგობრებო და უყვარხართ. თქვენთან ერთად ეს ადამიანი ბედნიერია და თქვენ ხართ მისთვის მზე. მოგილოცავთ თუ არა ახალ წელს? ტრანსფორმაციაშია. ბევრ თქვენთაგანთან ვერა, გადაწყვეტილების წინ დგანა და ვერ წყვიტავს. კი მეგობრებო, კი, მოგილოცავთ, იმიტომ რომ იხედება თქვენსკენ. ბევრ თქვენთაგანთან მოვა შემოთავაზებებით, მოვა სიახლეებით, მოვა გვერდში დგომით, მოვა ზოგთან შეტყობინებით, ზოგთან პირადად მოვა და მოკლედ მოგილოცავთ კი. მოდი ჩემი მეორე დასტით გავაგრძელებ. აუცილებლად მოგილოცავთ მეგობრებო. ძალიანაც კარგი. ბევრი თქვენთაგანი ელოდეთ და იმედი მაქვს კომენტარებში აუცილებლად დამიტოვეთ ორი სიტყვით თუ რა ხდებოდა. კიდევ მოგილოცავთ თუ არა. მოდი რას გვეტყვის ეს დასტა. მოკლედ შეზანზარებულია სამყარო თქვენი საცოდავებით რო იტყვიან. ეს იყო თქვენი და მისი გამოცდა სამყაროდან რო იტყვიან და ეს ადამიანი კი გაყენებდათ წარსულში დიდ ტკივილს, მაგრამ ამ ადამიანს უნდა რომ გამოასწოროს სიტუაცია და ისევ გააჩაღოს ცეცხლი. აი მეგობრებო, ის რაც ტკივილს გაყენებდათ, ეს ადამიანი აუცილებლად გამოასწორებს ამ ყველაფერს. ელოდეთ მისგან კარგ ამბებს, ელოდეთ აი ესეთი სხივის გაახლებას, გაღვივებას, აი ტარჟესტო რო იტყვიან, აი საახალწლოდ ელოდეთ მისგან ესეთ მხურვალე შემოთავაზებებს, სიყვარულს, გრძნობებს და მთელ ამბებს რო იტყვიან. და თქვენ გახდებით ქვასავით ძლიერები. აი ორი ადამიანი, რომელსაც აქვს საერთო ინტერესები და ამის დროა უკვე მოსულიო კარტი ამბობს. დროის დაკარგვაც აღარაა საჭირო. მოკლედ ეს ადამიანი დროს აღარ დაკარგავს და ამ ყველაფერს აუცილებლად ეცდება ჩემო ძვირფასებო და გილოცავთ. კიდევ რას გვეტყვის კარტი? როგორ არა, ელოდეთ მისგან შეტყობინებას, ელოდეთ კარგ ამბებს, ელოდეთ საჩუქრებს, ელოდეთ მოლაპარაკებებს ამ ადამიანიდან, რადგან უკვე აღარ შეუძლია საკუთარ თავთან კონფლიქტი ამ ადამიანს, იმყოფება ძალიან გულგატეხილი და რო იტყვიან ერთ ბედნიერ დღეს. ამ საახალწლოდ აბატონო, ელოდეთ მეტეორიტის აფეთქებას, მესიჯებით აფეთქებას, აი შეტყობინებებს, ძალიან ბევრს, მხურვალეს და მეგობრებო, არ ვიცი რა გითხრათ, ეს ადამიანი მოკლედ გამოასწორებს თავის შეცდომებს, როგორც იტყვიან და იქნება ძალიან ბევრი საჩუქრები მისგან, ასე რომ მე გისურვებთ ამ ყველაფერს ამ საახალწლოდ და არა მარტო საახალწლოდ და ახალ წელს, ყოველი დღე თქვენთვის ყოფილიყოს ახალი წელი და უფალს მიანდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მე კი გელოდებით კომენტარებში. მშვიდობიანი ღამე ყველას.